როგორც ოთარ ფარცხალაძე, ასევე სხვა დანარჩენები ამ დღეების განმავლობაში ყველამ კარგად ვნახეთ, ესენი არიან სახეები, ხელისუფლების სახეები ქართული ოცნების. ფარცხალაძე, რომელიც გენერალურ პროკურატურამდე ბრალდებული იყო და მსჯავრდებული იყო ბოტასების ქურდობაში, ის ადამიანი დანიშნეს გენერალურ პროკურორად. ეს იყო უდიდესი სირცხვილი საქართველოსთვის და ჩვენ შემდეგ ვხედავთ უკვე აწუყე ქართული ოცნების პირობებში ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ბრალდებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში და შეკვეთილ მკვლელობაში. წარმოუდგენელი რამ ხდება და ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ასევე ბრალდებულია ქრთამის აღებასა და სხვადასხვა დანაშაულებებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ბრალდებულია, ორგზის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ასევე ბრალდებულია და რა ვიცი, საათი არ გვეყოფა ალბათ იმდენი შესაძლო დანაშაულებია ჩადენილი ჩამოთვლას. აი ეს არის სახე აი ამ რეჟიმის, სახე იმ კრიმინალური რეჟიმისა, თუ როგორ მართავენ ქვეყანას და თუ რა კადრები არის. მათთვის არის მთავარი მორჩილება, ხოლო მორჩილების სფეროდან როდესაც გადიან უკვე ესა თუ ის პიროვნებები, უკვე ხდება მათ მიმართ სისხლსამართლებრივი დევნა და ის სავარაუდო ქმედებების წინ წამოწევა, რა ქმედებების მათ აქვს ჩადენილი.